სახელით ამისათა და ძისათა და სულისათა. მოახლოვდა დიდი მარხვა, ხვალიდან იწყება წმინდა 40 ესე ქვია ამ დღეს, ამ პერიოდს დიდი მარხვისა. და როგორც მარხვამდე ყველა კვირას თავისი სახელი ქონდა და თავისი მოსამზადებელი სულიერი დატვირთვა ქონდა ამ სახელიდან გამომდინარე, დღევანდელ დღესაც თავის სახელი და ამ დღეს ქვია ადამის 64-დან გამოგდების დღე. აი თუ რატო იწყება დიდი მარხვა ადამის 64-დან გამოგდებით და რატო თავდება აღდგომით, დღევანდელი საუბრის შემდეგ თქვენთვის ნათელი გახდება ყოველი. ჩვენ დავიწყებთ ცოტა ადრე წმინდა წერილიდან, დასაწყისიდან. წმინდა წერილის მიხედვით, როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა, პირველად ღმერთმა შექმნა უხილავი სამყარო, ანგელოზები და შემდეგ ხილული სამყარო. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები დასაბამიდან ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ცაში მოიაზრება ანგელოზები, მიწაში მთელი ხილული სამყარო. შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა ანგელოზმა, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ღმერთმა და უყურებდა თუ როგორ ქმნიდა ღმერთი მიწა, ხმელეთს, წყალს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს, მოინდომა ყოველივე ამის საკუთარი თავზე მიწერა. იფიქრა რომ ეს რადგან თვითონ თანამონაწილე იყო და თანამხილველი ამ ღვთისმშობლებისა და შემოქმედებისა, თავისთავი წარმოედგინა როგორც ყოველივე ამის სათავემ და შემოქმედმა, როგორც ღმერთმა, ღმერთად წარმოედგინა თავისთავი, გაამპარტავდა, აუჯანყდა ღმერთს და მოინდომა ღმერთობა. გადაწყვიტა ღმერთის ადგილის დაკავება. ზეცაში მოხდა დიდი აჯანყება, ეს გაამპარტავნებული ანგელოზი მან მიიმხრო მესამედი მთელი ზეციური ანგელოზებისა და ზეცაში მოხდა დიდი ომი. უფალმა წმინდა სამებამ მთავარ ანგელოზ მიქაელის ხელით ზეციდან გადმოაგდო აჯანყებული ანგელოზი და მისი მიმდევარი ზეციური ძალები, ანუ დემონები, დაცემული სულები. სიტყვა სატანა ნიშნავს წინააღმდგომს, რომელიც ღმერთს აღუდგა წინ და აუჯანყდა ღმერთს. და მისი მეორე სახელი ეს არის ლუციფერი. ლუციფერი ნიშნავს ნათლით მოსილს, სიტყვა სიტყვით, რომელიც ღვთის ღმერთთან ყველაზე ახლოს იდგა, გაბწყინებული იყო, ყველაზე ახლოს მდგომი იყო უფალთან და დღეს ეს სიტყვა ლუციფერი ეშმაკის სახელია. რადგან სწორედ ამ არსებას დაემართა ეს. მისი სახელია დაცემული ანგელოზი, რადგან იგი ზეციდან იქნა გადმოგდებული და მასთან ერთად გადმოყრილი იქნა მესამედი მთელი ზეციური არსებების. აი რომ შევსებულიყო რიცხვი ზეციურ არსებად ღმერთმა, ახალი არსებებით, ღმერთმა შექმნა ადამიანი, მოიღო ღმერთმა მტვერი მიწისა და შექმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისად და შთაბერა მას საცეცხლის სული და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად. ანგელოზებისაგან განსხვავებით ღმერთმა ადამიანი აი ესე შექმნა. მიწისგან შექმნა შთაბერა სიცოცხლის სული და ადამიანი გაცოცხლდა. მაგრამ ეს ახალი ქმნილება ადამიანზეა საუბარი. უფალს პირდაპირ ზეცაში არ დაუდგენია ანგელოზების გვერდში საცხოვრებლად და ამით არ მომხდარა ზეცაში დამკვიდრება და შევსება ზეციური არსებების. არამედ ღმერთმა ახალ არსებას გამოცდის ვადამიცა ერთგვარი. რომ იგივე არ განმეორებულიყო, რაც ზეცაში დაემართათ ანგელოზებს, რომ არ გაამპარტავნებულიყო, ღმერთობა არ მოენდომებინათ, ისევ არ აჯანყებულიყვნენ ღმერთის წინააღმდეგ, მხოლოდ გამოცდის შემდეგ, თუ კი ადამიანი გამოცდას ჩააბარებდა, ღმერთი მათ ზეცაში გადაიყვანდა. ამისათვის ღმერთმა საგანგებოდ შექმნილი ადგილი, ედემის ბაღი, ადამის ბაღი, ანუ წალკოტი, გამოყო ადამიანის საცხოვრებლად, იქ დაადგინა ადამი, მისგან, მისი გვერდიდან შექმნილი ევა და ადამიანი რომ ისეთივე ყოფილიყო, როგორც ანგელოზები, ანუ ჰქონოდა ცოდნა, ყოველივეცი რაც ღმერთმა შექმნა, დაუწყო მას სწავლება და ახსნა ყველაფრისა, თუ რა იყო შექმნილი, როგორ იყო შექმნილი და რისთვის იყო შექმნილი.
ანუ ღმერთი ადამიანს ასწავლიდა ყველაფერს ანგელოზებმა ყველაფერი იცოდნენ რადგან თანამხილველები იყვნენ ამ ღვთისშემოქმედების ადამ არაფერი არ იცოდა ამიტომ ადამი უნდა განსწავლულიყო მაგრამ ნახეთ ღმერთმა ადამიანს მისცა უფლება ყველაზე და ყველაფერზე ბატონობისა დედამიწაზე ადამი იყო როგორც მეფე ესე ვთქვათ ერთგვარი ადამი არ ქმევდა სახელებს ყველა სულდგმულს ხორციელსა და სულიერსა და უსულოს მას ყველაფრის უფლება ჰქონდა ის არ ზრუნავდა არც საჭმელზე არც ჩასაწმელზე მას ყველაფერი სამზარეული გამზადებული ჰქონდა ღვთისაგან მირთმეული მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა აკრძალული სამოთხეში დანერგული ორ ხესთან მიკარება ეს იყო ხეცნობადისა და ხესიცოცხლისა ამ აკრძალვით ღმერთმა როდესაც აუგზავნა ადამიანს და ევას ამ ხეებთან მიკარება და მათი ნაყოფის ხმევა ღმერთმა ერთგვარი ხაზი გააულა ადამიანსა და მას შორის რომ ადამიანს ცოდნა თუმცა ის ყველაზე უფროსია ხილულ სამყაროში ყველა და ყველაფერი მას ემორჩილება ცხოველები და ასე შემდეგ მცენარეები და ყველაფერი მისთვის იყო შექმნილი მაგრამ მას უნდა ცოდოდა რომ მასზე დიდი და მასზე აღმატებული არის უფალი ამიტომაც ღმერთმა ეს აკრძალვა დაუდო რომ არ ეჭამა ხე ცნობადის ნაყოფი ადამიანის დღევანდელ საკითხებში ვკითხულობდით რომ ერთი რამისთვის გაჩნდა ადამიანი ედიდებინა ღმერთი საუბარი ქონდა ღმერთთან ანუ ლოცვით კავშირში ყოფილიყო ღმერთთან და ედიდებინა ღმერთი აი ეს არის თავარი დანიშნულება ადამიანის თევზები ხომ შექმნა ღმერთმა წყალში ცურვისათვის და ეს არის მათი დანიშნულება წყალში იცურავენ ფრინველებიც შექმნა იმიტომ გააჩინა რომ ზეცაში იფრინონ ცხოველები იმიტომ რომ 4 ფეხით ხმელეთზე იარონ ადამიანის შექმნა ერთადერთი რამისთვის ღმერთის სადიდებლად ადამიანის სრულ ადამიანს ეცხადებოდა პირდაპირ ღმერთი წარმოიდგინეთ ღმერთი რომ გამოგეცხადება რა ნეტარებაში იქნება ჩვენ გუხილავად გძნობთ ღმერთს როცა ვეზიარებით პირდაპირ გძნობთ ღვთის ღმერთთან ერთობაში შესვლა ზიარებით მაგრამ წარმოიდგინე როდესაც პირდაპირ ხედავ ღმერთს და პირდაპირ ხედავ ზეციურ ძალებს რომლებიც მას ემსახურებიან რა მდგომარეობაში იქნებოდა ადამი აი ამით დამწუხრებულმა ეშმაკმა ბოროტმა სულმა რომელიც ზეცთან იყო გადმოგდებული შურით აღზრუნმა და გაბოროტებულმა გადაწყვიტა ადამიანის დაღუპვა მან აიღო უფლება ღმერთისგან აქ ხას უსვავ რომ ღმერთს არ დაეშვა ეშმაკი ადამიანთან ვერ მევიდოდა რადგან ეშმაკის ღორებშიც კი არ შეუძლია შესვლა თუ ღმერთი ამის უფლებას არ მისცემს და მივიდა ადამიანთან გველის სახით და დაუწყო მას ლიქნით ლაპარაკი და ეკითხება ადამ აი ხის ნაყოფს რატომ არ ჭამთ ადამმა უთხრა ეს ღმერთმა აგვიგზავნა და მკაცრად მოგთხოვა ამ ბრძანების შესრულება ანუ დამარხვა ანუ დაცვა სიტყვა მარხვა სწორედ აქედან მოდის ღვთის მიერ მოცემული კანონის დამარხვა შენახვა დაცვა და ნახეთ რა შეეუნება ბოროტის სული გველი ესო ღმერთმა იმიტომ გააკეთავ ესო ხეცნობადი არის ამას რო შეჭამში ყველაფერი გეცოდინებაო როგორც ღმერთმა იცის ყველაფერი და იქნები ვითარცა ღმერთიო და ღმერთს არ უნდა რომ შე რო ყველაფერი იცოდეო ანუ ცილი დასწამა ღმერთს მის აქედან არის მის ერთ-ერთი სახელი დიავოლოს რაც ბერძნულად ნიშნავს ცილის წამებელს ამიტომაც არის ცილის წამება ერთ-ერთი უდიდესი ცოდვა და იცით აცდუნა ევამ ადამი და ადამაშ იხმია შეჭამა აკრძალული ხილი ანუ ადამა იგივე ცოდვა ჩაიდინა ზეცაში რაც ანგელოზს დაემართა მოინდომა ღმერთობა ამ ხილის ხმევის მიღების უკან ედგა ღმერთად გახდომის სურვილი აი ეს არის ადამის ცოდვა ეს არის უდიდესი ცოდვა ადამი დაეცვა ცოდვით თუ კი მანამდე ადამი და ევა ყველაფრით უზრუნველყოფილები იყვნენ სამოთხეში არც საჭმელზე ფიქრობდნენ არც ასველზე არაფერზე არ ფიქრობდნენ არც შესამოსელზე
უცბად პირველი ადამმა დაინახა რომ იყო შიშველი. და შეიმოსა ბოთლებით. ანუ დაიწყო ადამიანის დაცემა, დაეცა ადამი. ამის შემდეგ ადამიანს დაეწყო შინაგანი, აი თუ შეიძლება ესე ითქვას ეს სიტყვა არ ვიცი ხო უცხოური სიტყვა დისკომფორტი. თუ კი ის ადამიანის ამან სრულნეტარებაში იყო უცბად ცუდად გახდა, ხდება რომ რაღაც ის არ არის. და ეს მის რომ მოდის ღმერთი. ღმერთი ხო ამას უყურებს ყველაფერს ზევიდან. და ეუბნება ადამ, სადახა? მეშინი შენი უფალო ეუბნება ადამი. რატომ ადამ? ის ხილი ხო არ ჭამე მე რო აგიგზალეო. ანუ უფალი ელოდება რომ ადამი ეტყვის რომ ბოდიში ღმერთო რა გავაკეთე, ღვიე შენი ბრძალება, დავაშავე შენ მიერ მოცემული კანონი გავტეხე. უფალი ბოდიშის მოხდას ელოდება, სინანულს ელოდება ადამიანისაგან. ადამი ეუბნება რომ არა, მე არ მიჭამიაო, შენ რო ცოლი გამიჩინე იმან მაჭამო. ევას ეუბნება, ევა, რატო გააკეთე ესო? მე არ გამიკეთებიაო, შენ რო გველი გააჩინე იმან გაგვიკეთა ესო. ანუ ყველაფერი ღმერთს დააბრალეს. აი ამიტომაც აღსარების დროს, როდესაც ადამიანი მოდის აღსარებაში, ყოველთვის საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს ყველაფერში. სხვას კი უნდა გადააბრალოს საკუთარი თავი. ადამიანს რო საკუთარი თავი დაედანაშაულებინა, ღმერთი მას 60-დან აღარ გამოაგდებდა. ფაქტურად ყველაფერი ღმერთს დააბრალეს. ამიტომაც ღმერთმა ადამი და ევა 60-დან გამოდევნა და ნახეთ რა ხდება, ადამი არის ცუდად უკვე. და ეს ცუდად ყოფნა, ანუ ღმერთისგან დაცილება სულიერი დაიწყო და გრძელდება, აღარ ჩერდება. ღმერთს რომ ადამი ბუჩქებში იმალება ადამი, ღმერთს რომ ადამი ისევ დაეტოვებინა 60-ში, რატო გამოაგდო ღმერთმა ადამის ოვენ კითხვას. ღმერთს რომ ადამი 60-ში დაეტოვებინა, ადამიანისთვის 60-ში ყოფნა იქნებოდა გაუსაძლისი. ამიტომ 60-დან გამოგდება იყო შვება ადამიანისათვის. ღმერთმა გამოაგდო ადამი 60-დან და ჯერ ეუბნება რომ შენ აქამდე ყველაფერი უზრუნველი ქონდა. ამის შემდეგ მე აღმოგიცენებ ეკალსა და ბარდს და შენი ოფლითა სჭამდე პურსო. ანუ შრომა, ოფლის ბრა და ისე საზრდელის მოპოვება ეს არის პირდაპირ ღვთისმცნების აღსრულება. და ხშირად გაიგონებთ განსაკუთრებით სოფელში იციან ხოლმე ესე თავის ჭკუაში ვითომ ირონიულად რო ლაპარაკობენ რომ მე თუ არ ვიმუშავე და დავთესე და დავბარე ღმერთი რას მომცემს მარტო ლოცვით და ვინ გითხრა რომ არ უნდა იმუშაო და ვინ გითხრა რომ არ უნდა დაბარო, არ დათოხნო, ოფლი არ უნდა ღვარო. პირდაპირ წერია პირიქით, ოფლის ღრა, ეს არის ღვთისმცნების შესრულება და დაღვრილი ოფლით საზრდელის მოპოვება. ეს არის ღმერთის ბრძანების შესრულება. ევას ეუბნება, ევა შენ ამიერდგან ტკივილებით შობდეო. ნახეთ მანამდე გამრავლება როგორი სახით ხდებოდა, დაიძინა ადამმა გამოუღო ნეკნი შექმნა ევა. აი დღეს რო კლონირებას ეძახიან და რო აპირებენ რაღაც ესეთი მაგვარი რაღაცების გაკეთებას და მგონი გააკეთეს კიდევაც სხვა რიგი შექმნეს რომელიც აღლივით იკმინება და კიდე რაღაცები გააკეთეს. ამის გაკეთების უფლება არავის არ აქვს, მხოლოდ ღმერთმა უნდა გააკეთოს. ეს არის ღვთის ფუნქციებში ჩარევა, ეს კიდევ უფრო დიდი ცოდვა, კაცობრიობა ცეცხლზე თამაშება. ეს კაი არაფერს არ მოუტანს კაცობრიობას. ადრე თუ ესე ხდებოდა გამრავლება, ამის შემდეგ ევას ეუბნება, ევა შენ ამიერდგან ტკივილებით შობდეო და დღეს ხედავთ როგორ შობიარობენ ქალები და როგორ ტკივილებით აჩენენ შვილებს. გველს რომელიც მანამდე ხულიკის სახით ესეა გამოსახული ძველ მინიატურებში, ხულიკია ფაქტობრივად ფეხებზე დადის, ეუბნება შენ ამის შემდეგ მიწაზე ხო ხავდეო. მიწის მტვერს ჭამდეო. და შენსა და ადამიანს შორის ჩამოვაგდებ ტრობასო და ქალისაგან ნაშობი გაგიჩეჩქოს თავს. ადამი გამოაგდო 60-დან, 60-ში დატოვა მხოლოდ ანგელოზები და 60-ის კარებთან დატყვა ქერუბიმები, სერაფიმები, ცეცხლოვანი מחვილებით. ნახეთ როგორც ადამიანისათვის, რა თქმა უნდა, დიდი დანაკარგი იყო და ტირილი დატოვა ადამიანმა გოდებით. 60, მაგრამ 60-ში რო დარჩენილიყო დაეტოვებინა უფალს ადამიანისთვის უფრო ცუდი იქნებოდა, იქ ყოფნა, უფრო გაუსაძლისი გახდებოდა.
ასევე ცოდვილებისათვის სამოთხეში არ მოხვედრა არის ღმერთის უკანასკნელი მოწყალება, რომ ჯოჯოხეთი ესე იძახიან წმინდა მამამ. აი ხშირად სვავენ კითხვას, ვთქვათ, ცოდვილი ადამიანი სამოთხეში რატო არ შეიძლება მოხვდეს? თვითონ ვერ გაჩერდება იქ. სახარებაში პირდაპირ წერია, რომ სასუფეველი ცათა თქვენი გულებიდან იწყება. ადამიანის გულიდან თუ არ დაიწყო სასუფეველი, იქ სასუფეველში ვერ მოხვდება ადამიანი. წარმოიდგინეთ, ადამიანი ავადმყოფი, ცუდად არის და მის სახში წვეულება რო იყოს, ქორწილი ან სუფრა გაშლილი, და ეს კაცი თუ ცუდად არის სუფრაზე ვერ დაждდება. სიცხეა კაკანკალებს, ძლებში ამტვრევს, მას ურჩევნია დააწვეს. გავიდეს სხვა ოთახში, მიიხუროს კარები, ჩააქროს შუქი, წაიფაროს საბანი, დალიოს წამლები, მოვიდინოს ოფლირო როგორმე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ვიდრე ესეთ მდგომარეობაში დაწვეს სუფრაზე. სად უფრო კარგი იქნა მისთვის ყოფნა, სუფრაზე თუ ლოგინში? ლოგინში. აი ესევე ცოდვილი კაცისთვის სამოთხეში ყოფნა არის საშინელება. მისთვის უკეთესია ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ იქ ნაკლებად ცუდად არის, ვიდრე სამოთხეში იქნებოდა. და როგორც გითხარით, წმინდა მამები ამბობენ, ჯოჯოხეთი არ უკანასკნელი წყალობა ღვთისა ცოდვილი ადამიანისათვის. ნახეთ, ღმერთმა სამოთხიდან გამოვაგდო ადამიანი, მაგრამ მას დაპირება მისცა, აღთქმა მისცა და უთხრა, რომ ქალისაგან ნაშობი მოვიდოდა და დაამარცხებდა გველს, თავს გაუჩიჩქავდა გველს, მოკლავდა ეშმაკს და ადამიანს ისევ სამოთხეში დააბრუნებდა. ანუ ეს იყო ძველი აღთქმა, ანუ რამოდენიმე აღთქმა ცდებს ღმერთი ადამიანთან, რომ ის აბრაამს ეუბნება, როგორც ზღვაში ქვიშა, ისე გამრავლდები, ზეცაში ვარსკვლავები, სხვადასხვა დაპირებები აქვს და ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სამოთხიდან გამოგდებულ ადამიანისთვის ღმერთი ზეციდან გამოავლინებდა ქალისაგან ნაშობს, ქალწულისაგან ნაშობს, რომელიც ეშმაკს თავს გაუჩიჩქავდა გველს, ეშმაკს შემუსრავდა და ადამიანს დააბრუნებდა სამოთხეში. ეს არის ძველი აღთქმა. ეს არის პერიოდი სამოთხის სამყაროს შექმნიდან მესიის მოსვლამდე. იმისათვის რომ ადამიანს არ დავიწყებოდა ღმერთის ეს დაპირება და სულ ყოველთვის მესიის მოლოდინში ყოფილიყო, ღმერთმა კაცობრიობას ადამიანებს დაუდგინა სისხლიანი მსხვერპლშეწირვები. ადამიანები კლავდნენ ზვარაკებს და სისხლიან მსხვერპლს წირავდნენ ღმერთს. ესე მოიქცა ისააკი, ესე იქცეოდა აბრაამი, ესე იქცეოდნენ მამათმთავრები და ესე იქცეოდა იერუსალიმში მთელი ისრაელი, როდესაც სოლომონმა ააშენა იერუსალიმის ტაძარი, იერუსალიმის ტაძარში მიყავდა ზვარაკები, ყველა ცოდვას თავისი ზვარაკი ყავდა, ყველა სხვადასხვა რიტუალი სრულდებოდა ყველა ცოდვის აპატიებლად, მაგრამ ერთი იყო მთავარი, როდესაც დაკლავდნენ ამ ზვარაკს ლევიტელები, ესეთი ხალხი იყო მომსახურე პერსონალი ტაძრის, ისინი მღვდელი აგროვებდა სისხლს ამ მოტანილი ზვარაკისაგან, შემცოდე კაცი როცა მოიყვანდა ამ ზვარაკს, როგორც ბარძიმი ესეთი ჭურჭელი იყო, წინასახე იყო ბარძიმის, ქრისტეს სისხლი რაშიც ასხია დღეს, აგროვებდა ამ სისხლს, ჩააწობდა შიგნით უსუფს, აპყურებდა მომტანილს, ანუ სისხლის პისხმით ხდებოდა ცოდვების პატიება. რაც უფრო დიდი იყო ცოდვა, უფრო დიდი ზვარაკი მიყავდათ. და ჩვენ ვკითხულობთ, როდესაც ერმა შესწოდა და ღმერთს რო გამოესყიდა, ისრაელს რო გამოესყიდა ეს ცოდვები, სოლომონის ტაძრის გახსნისას რამოდენიმე ათასობით სული ცხარი ძროხა და პირუტყვი იკლებოდა და სისხლის დინარეები დიოდა პირდაპირ. ახალ აღთქმაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღარ არის, გაუკვდა. უბრალოდ კი არ გაუკვდა, შეიცვალა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა უსისხლო მსხვერპლით. რატომ? იმიტომ რომ ქრისტე შეეწირა თვითონ როგორც უმანკო კრავი, უმანკო ბატკანი თვითონ და ნახეთ ქრისტე რო გამოჩნდება, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ნათლავს ხალხს და ამხელს ფარისევლებს, წიგნობრებს გამოჩნდება თუ არა ქრისტე პირველი ნახეთ რას იძახის იოანე ნათლისმცემელი, აი ღვთის უცოდველი კრავი, უმანკო კრავი, ტარიგი ღვთისა, უცოდველი, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის დაიკლებაო. და ქრისტე მართლაც როგორც კრავი, როგორც ბატკანი თავისი ნებით ავიდა ჯვარზე
როგორც მღვდელმთავარმა წესაზე და მას მელქისედეკისასა თვითონ შეწირა თავის თავი. როგორც მღვდელმთავარმა მელქისედეკი რო იყო ძველი აღთქმის მღვდელმთავარი, როგორც კრავი თვითონ შეეწირა და დაღვარა სისხლი და ყველაზე მთავარი ნახეთ რა მოხდა? ქრისტეს ჯვარცმა მოხდა ადამის საფლავზე. ჩვენ ჯვარს მის ქვეშ თავის ქალა, როდესაც თავის ქალას უყურებთ, ეს არის ადამის თავის ქალა. ანუ ქრისტემ თავის დაღვრილი სისხლით ადამის ცოდვა ჩამორეცხა. ცოდვა, რომლითაც ადამმა ღმერთობა მოინდომა. ცოდვა, რითიც ადამიანი ეშმაკს დაემსგავსა ღმერთად გახდომის სურვილის გამო. ამიტომ არის ეს უდიდესი ცოდვა, ადამიანის ცოდვა. და ამ ცოდვით იბეჭდება ადამიანი და ამის შემდეგ პირდაპირ წერია, როგორც ადამმა შეცოდა, ადამიანში მთელმა კაცობრიობამ შეცოდა. ამის შემდეგ უკვე ჩასახვისთანავე და სხვანაირად ხდებოდა გამრავლება. უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა. ჩაისახება თუ არა კაცი, მას უკვე ადამიანის ცოდვა აქვს. ერთი წამის დაბადებულ ბავშვს, დაუბადებელსა და ჩასახულს, უკვე ადამიანის ცოდვის მატარებელია. ცოდვა, რითიც ღმერთის წინაშე დგომა არ შეიძლება. და იესო ქრისტემ ჯვარზე, როგორც კრავმა, როგორც ტარიგმა, როგორც ბატკანმა დაღვარა სისხლი ადამიანის საფლავზე და ადამიანის ცოდვა ახოცა. დღესაც იერუსალიმში რომ მივდივარ, ვიცი ნამყოფია, გოლგოთის დაბლა არის ადამიანის საფლავი, პირდაპირ გეუბნები, აი ეს არის ადამიანის საფლავი, გახეთქილი კლდი არის პირდაპირ ჩანს. და ჩვენ ერთხელ სურათი გადავუღეთ, ისი არ ჩანს, მაგრამ სურათს რო გადავუღეთ, სისხლები ჩანს პირდაპირ ქვაზე. და ხო ხდება ხოლმე ფოტოგრაფია რაღაცებს ესეთ მომენტებს იჭერს. ქრისტეს ჯვარცმისას და მისი ჯვარცმის დროს, ან როდესაც ადამიანის ცოდვა აღიხოცა, ანუ ქრისტემ ეშმაკს თავი გაუჩეჩქვა, 60 კარი გაიღო. ეს იყო სწორედ ამის ნიშანი იყო, რომ იერუსალიმში კრეცაბმელი, ანუ ფარდა, რომელიც სოლომონის ტაძარში წმინდათა წმინდას, ანუ საკურთხეველს, სადაც აღთქმის კიდობანი იყო დაბრძანებული, ორი ფილით, ანგელოზების გამოსახ, ქერუბიმის გამოსახ ქანდაკებებით, ეს ფარდა გაიხა და 60 კარის გაღების მანიშნებელი იყო. 60 კარი გაიღო. ანუ ქრისტეს ჯვარცმას მოყვა 60 გაღება. და ქრისტე მოკვდა ხორცით, როგორც წერია, გაცოცხლდა სულით, რომლითაც ჩავიდა საპყრობილეში, უქადაგა სულებს და ამოიყვანა იქიდან მართალთა სულები, რომელიც ელოდნენ მესიას. აი ეს ხალხი ამოიყვანა, ვინც მესიას ელოდებოდა. დღეს, როდესაც ჩვენ ბავშვს ვნათლავთ, ნათლობა ეს პირდაპირ ჯვარცმა, ამიტომაც ქვემას კრიშენია, კრესტ. რატო? იმიტომ რომ ნათლობის დროს პირდაპირ გვაფრთხილებს კურთხევანი და პირდაპირ გარკვევი წერია. მოსანათლი ადამიანი ემსგავსება ჯვარცმად გამზადებული იესო ქრისტეს. ამიტომ არის თქვენ გინახიათ, როდესაც ჩვენ ვნათლავთ დიდი ჩვენ ემბაში, ფეხში შველად დგას კაცი, როგორც ქრისტეს ჯვარცმის წინ. კვართიაციო, როგორც ქრისტეს ჯვარცმის წინ. თმები გაშლილი აქვს და ჩამოშვებული აქვს ქალს, სამკაულები მოხსნილი აქვს, ანუ დამდაბლებულია და როგორც ქრისტე ჯვარცმისთვის ემზადებოდა, ეს ემზადება კაცი ნათლობის დროს ჯვარზე გასაკრავად. მღვდელს როდესაც ჩაყავს ეს კაცი ემბაში, აუზში და სამჯერ ფლავს სახელითა მამისათა ამინ, დადისათა ამინ და სულისაწმინდისათა ამინ. კურთხევანი გვაფრთხილებს, როგორც ქრისტემ მოკვდა და 3 დღე იყო მიწაში. ამიტომაც კაცი ნათლობის დროს კვდება ძველი ცხოვრებისათვის. ჩადის ემბაში, როგორც ქრისტე მიწაში ჩავიდა 3 დღე, 3ჯერ იფლობა და იქიდან ამოსული ემსგავსება მკვდრეთით აღუდგა იესო ქრისტეს და ამ ქმედებას ქვია ჯვარზე გაკვრა, ანუ კრიშენიე. მიხვდით რა ხდება? როგორც გოლგოთამდე 60 იყო დახურული და ვერავენ ვერ ხვდებოდა 60-ში ქრისტეს ჯვარცმამდე. იოანე ნათლისმცემელიც კი ჯოჯოხეთში იყო. აბრაამი, ისააკი, იაკობი, სოლომონი, დავითი, დანიელი, ყველა წინასწარმეტყველები ჯოჯოხეთში მიდიოდნენ. რატო? იმიტომ რომ მათი სიკვდილი ქრისტეს ჯვარცმამდე მოხდა. მათი სიკვდილის დროს 60 ჯერ კიდევ დახურულია. მათი სიკვდილის წინ ჯერ კიდევ ანგელოზები დგანან, ცეცხლოვანი מחვილებით 60 კარით და არავის არ უშვებენ.
და მხოლოდ ჯვარცმის დროს გაიღო სამოთხის კარი, აი ესე მხოლოდ მონათლულ კაცს ეძლევა უფლება სამოთხეში შეცვლეს. მოუნათლავი სამოთხეში ვერავინ ვერ მოხვდება. ერთი წამის დაბადებული ბავშვიც რო იყოს. რატო? იმიტომ რომ მას პირადი ცოდვები არაა გასაგებია, მაგრამ მას აქვს ადამის ცოდვა, უდიდესი ცოდვა, რის გამოც თვით ადამაც კი ვერ შეძლო სამოთხეში დგომა და ბუჩქებში დაიმალა. უნათლაობა კი არ არის მიზეზი სამოთხეში არ მოხვედრის. ადამის ცოდვაა მიზეზი სამოთხეში არ მოხვედრის. უწამლობა კი არ არის სიკვდილის მიზეზი, ავადმყოფობაა სიკვდილის მიზეზი. მიხვდით რაშია საქმე? აი დღეს უკვე რატო ვერ მოხდება პატარა ბავშვი უნათლავი, რატო ვერ ცხონდება? აი ამიტომ ადამიანის ცოდვა. და ჩვენ თუ დაუშვებთ ჩვენ გონებაში, თუნდაც ერთი ადამიანი მაინც შეიძლება ნათლობის გარეშე ცხონდეს, ეს ნიშნავს, რომ გოლგოთის გარეშე შეიძლება ცხოვრება, რადგან ნათლობა და გოლგოთა და ჯვარცმა ერთგივია. მაცხოვრის გარეშე შეიძლება ცხოვრება, ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხოვრება. ანუ ქრისტეს გვერდით ავლით. სახარებაში კიდე წერია. ვერავინ ვერ შევა სამოთხეში ჩუარა ჩემი. მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. და შენ თუ იტყვი რომ თუნდაც ერთი ადამიანი მაინც ქრისტეს გარეშე შეიძლება ცხოვრდეს, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ და ეკლესიის დაბადების შემდეგზეა ლაპარაკი. სულთმოფენობის შემდეგ პერიოდზე ეს ეკლესიის დაბადების დღე. ამის შემდეგ თუ დაუშვებ რომ თუნდაც ერთი კაცი მაინც შეიძლება ცხოვრდეს, ეს ნიშნავს რომ შენ ქრისტეს უარყოფ როგორც მაცხოვარს. და სახარებაში წერია, ვინც მაცხოვრის სიტყვა, ვინც მე უარყოფს კაცთა წინაშე, მეც უარყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე. ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, ანუ მაღიარებს როგორც სამყაროს შექმნილ სიტყვას, მესიას, ხსნელს, განკაცებულ ღმერთს, მღვდელმთავარ წელსაზე და მელქისედეკს, უკმანკო კრაავს, ტარიგს და მესიას ყველაზე მთავარი, მეც უარყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე. მიხვდით ეს რაც ცეცხლთან თამაში არის, ამ სიტყვების ესე ლაპარაკი უნათლავი ჩვილი შეიძლება ცხონდეს. როგორც ცხონდება ადამიანის ცოდვა აქ მაგ, ეს ცოდვა მხოლოდ ნათლობით ჩამოირეცხება, მეტი არაფრით. ნახეთ რა მოხდა. ესეც თავდება დიდი მარხვა. იწყება ადამიანის სამოთხიდან გამოგდებით და თავდება აღდგომით. მიხვდით როგორი სიმბოლური კავშირია ყველაფერში ამაში. ეკლესიაში ტყუილა არაფერი არ ხდება, მღვდელი რომ გამოდის და აკმევს, საცეცხლოს ტყუილა კი არ იქნებს. ყველაფერს თავისი მისტიური დატვირთვა, ყველაფერი გაწერილი არის და ყველაფერი ღვთის გამოცხადებით არის დადგენილი ეკლესიაში. როგორც მარხვის დარღვევით მოხდა სამოთხის დაკარგვა, მარხვითა და ლოცვით ხდება სამოთხეში დაბრუნება. დღეს თქვენ ხშირად გაიგონებთ ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებისაგან, რომ ღმერთი სიყვარულია, როგორ შეიძლება ღმერთის გეშინოდეს, ღმერთი უნდა გიყვარდეს, ესეთი გულის ამაჩუყებელი სიტყვები აქვთ. არადა ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობა სწორედ აკრძალვებით იწყება. პირველი აკრძალვა რა იყო? არა შამო ნაყოფისაგან ამის. არ არის აკრძალვა. არი მრუშო, არა კაცკლ, არა ცილის სამო, არი პარო რა არის, აკრძალვები არ არის ათმცნე. ყველაფერი აკრძალვებზეა დაფუძნებული დამყარო. რატო? იმიტომ რომ ღმერთმა იცის ჩვენი მიდრეკილება ბოროტისადმი. იცის რომ ჩვენ, აი როგორც ხეს ლაგამი თუ არა აქვს და თუ არ ამოძდა ლაგამი, გადმოგაგდებს და დაგამტრევს, ადამიანს თუ არ ექნება ღვთისაგან რაღაცა სულიერი ლაგამი თუ შეიძლება ესე ითქვას, ეს არის მარხვა და ლოცვა. თავის მოზღუდვა, თავისნების ყველაფრის უფლება არ უნდა მიცე შენ თავს. ღვთის მიერ მოცემული წესები უნდა დაიცვა, დამარხო. მარხვაში ამას ნიშნავს მარხის ჩვენახვა, ღვთის მიერ მოცემული კანონების დამარხვას. ანუ როგორც მარხვის და ღვთის კანონების დარღვევით დაიწყო, მარხვის დარღვევით დაიწყო. დიდი მარხვა სამოთხიდან გამოგდება ადამიანისა, მარხვითა და ლოცვით და 40 დღიან მარხვაზეა საუბარი, ხდება სამოთხეში დაბრუნება. მარხვა არის აუცილებელი ჩვენთვის. როდესაც საქართველოს დიდი განსაცდელი დაატყდებოდა ხოლმე თავს, პირველი რასაც აკეთებდნენ კეთილმორწმუნე მეფეები ის იყო, იწყებდნენ ლოცვას, ვედრებას,
ზოგჯერ თუ დიდი განსაცდელი იყო ეკლესია ამკაცრებდა მარხვას და ესე ითხოვდა ღვთისაგან ცოდვების პატიებას. გახსოვთ ესე მოიქცა ნინევია, როდესაც ღმერთმა ნინევიას განაჩენი გამოუტარა. ნინევია იყო სოდომივით გარკვდილი ქალაქი. და ღმერთმა გააფრთხილა ნინევიელები, თუ ჭკუარზე არ მოვიდოდნენ, გონს არ მოეგებოდნენ, როგორც სოდომი და გომორი დასაწყისში დაჯდიდა ამ ქალაქებს. როდესაც სოდომელები ესე გააფრთხილა ღმერთმა, სოდომელებმა პირიქით იქით შეურაცხყოფა მოინდომეს უფლისა და სანაცვლოდ მიიღეს გოგირდის ცეცხლის ზეციდან. და მკვდარი ზღვის ფსკერზე სწორედ ამ სოდომის და გომორის ნანგრევები და ამიტომ ქვია ამ ზღვას მკვდარი ზღვა. ამიტომ ამაში გოგირდის შემცველ ზეციდან წამოსულმა გოგირდმა აქცია. წარმოშო ეს ზღვა. და მის ფსკერზე ორი ქალაქი, სოდომი და გომორი და კიდე სამი მცირე ქალაქი. როდესაც იგივე ცოდვებში ჩავარდა ნინევია, ღმერთმა გააფრთხილა ნინევია, რომ დაჯდიდა და ნინევიამ შეინანა, თავზე ნაცალი დაიყარა მეფემ, მთელმა მოსახლეობამ, საქონელიც კი ამარხულესო წერია და მარხვითა და ლოცვით ეხვეწებოდა ღმერთს პატიებას და ღმერთმა ნინევის სასჯელი გადაწია. და ნინევიამ ამ გამოტანელი განაჩენა, რომელიც ზეცაში იყო გამოტანილი უკვე ნინევის დაჯდის, თავისი მარხვი, თავისი ლოცვი, თავისი ცოდვების აღიარებით კიდე 20 საუკუნე გაიხანგძლება სიცოცხლე ამ ქალაქში. დღეს ჩვენი ქვეყანა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. კატასტროფის წინაშე ვართ. ქვეყანას ჯარი არ აქვს. 3000 კაცი ყავს თუ რაღაც. დანარჩენი ჩერი ჯარი დგანა და კარებში გაუღებენ, დაუკეტავენ კარებს. ეს იმის ფონზე, რომ ქვეყანას ტერიტორია და ოკუპირებული და დაპყრობილი აქვს რუსებს, სომხებს, ლორეტაშირი, კახი ბელაქანი, თურქეთს 35% მთელი ტაო-კლარჯეთის. ჩვენ გარშემო ყველა კბილებამდე შეიარაღებულია. ყველა სომხეთის და აზერბაიჯანის ჯარს უყურე ტელევიზორში. გაოცდები 130, 150,000 კაცის გამოყვანა შეუძლიათ სრული მეომრის, ტანკისტების და ზარბაზებს რო იზრიან. ჩვენ თოფი არ ვნახიათ ხალხი ჯარში. ღვთისანა ბარად მიშვებულებთან გვეუბნება ნატოში უნდა შეგიყვანოთ კაცო. ვის რაში ჭირდება? თოფის როლა დაშლა აწყობა არ იციან. ერთადერთი ჩვენი პატრონი არის ღმერთი. ერთადერთი ვინც დაგვიფარავს და განსაცდელები და დაგვიხსენს არის ღმერთი. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ ყველამ ვევედროთ უფალს. რომ ღმერთმა არ შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იმარხულოს. ეხვეწოს ღმერთს პატიება შემდგომას რომ გადავჭეთ. ხვალდაზე რა იქნება კაცი შვილი ვერ იტყვის. ნებისმიერ ჩვენ მეზობელს ჩვენი დაპყრობა დაჭირდება იმდენი ხანი, რამდენი ხანიც მათი ტექნიკა გაივლის საქართველოს. ღმერთმა დაგვიფაროს. ეს მარხვა დავიწყოთ ყველა. ვინც ვერ მარხულობს, არ შეუულია ჯანმრთელობის გამო შეიძლება ვთქვათ, იქ თლიანად ვერ შეინახოს, მაგრამ ხორცი არ ჭამოს, სიგარეტს ეწევა, შეამციროს, თუთლა თავს ვერ გაანებებს. რაღაცა უყვარს ის არ გააკეთოს და ბოლოში ორი კვირა იმარხულოს, რაღაცა გააკეთოს, მაგრამ რაღაცით ერმა უნდა დაანახოს ღმერთს, რომ ღმერთო გვიშველე და გვაპატიე. შენს მეტი პატრონი არ აქვს, არ დასავლეთიდან, არ ჩრდილოეთიდან, გახსოვთ თქვენ შევარდნადის დროს მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. ეხლა მზე ჩვენთვის დასავლეთიდან ამოდის. ზოგისთვის სამხრეთიდან, მზე არ საიდან არ ამოდის, მზე ამოდის აღმოსავლეთიდან. ეს მზე არის იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი, რომელიც მეორედ მოსვლის დროს გამოჩნდება აღმოსავლეთიდან ვიდრე დასავლეთამდე, როგორც ელვა ანათებს, აი ესე იქნება ღვთის მოსვლა. ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ჩემო ქრისტეს მიორო ძმებო და დებო, გთხოვთ რომ ვისაც შეგიძლიათ, ვინც მოусმენთ ამ სიტყვას, აუცილებლად მარხვა დავიწყოთ. რასაც შევძლებთ, როგორც შევძლებთ, იქნებ ვერ შევლოთ ნაწილი მიდით მოძღვართან რაღაც შეღავათები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველამ უნდა ვიმარხულოთ, როგორც ნინევია მიმარხულა და თავი გადაეჩინა, თორე ჩვენი საქმე დამთავრებულია. პატრონი ჩვენ არ აყავს ღმერთის გარდა არა და ზეციური ანგელოზების და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გარდა. ზოგს სასაცილოდ არ ყოფის და ქილიკობენ. და ისინი როგორც ნოე ჟორდანია და ყველა გაიქცა, ესე გაიქცევია. აქ არ დარჩებიან არავინ. ზათ არიან კიდევაც იქ. ყველაფერი გადაბარგებულია უცხოურ ბანკებში და მათთვის პრობლემა არ იქნება აქ იცხოვრებენ თუ არგენტინაში და ჩილეში. ჩვენ კი არ საწასვლას არ ვაპირებთ, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ვევედროთ ღმერთს, ღმერთმა დაგვიფაროს და გვაპატიოს ჩვენი ცოდვები და მოგხედოს თავისი მოწყალე კალთა გადმოგვაფაროს და დაგვიცვეს. ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა დაგლოცოთ.